როტერდამში საფუძვლიანად ამზადებს ფეინორდი თავის იერიშს. კარგი მომენტი. და უნდა გაიხსნას ანგარიში, მას მერე რაც პენალს დაარტყავს. მარტო პენალტი თუ იქნა, კიდე კარგია. უკანასკნელი იმედის ჯარიმად ჩავთვლიდი რამე კიც. ახალგაზრდა მსაჯია. მე იყო ვინმე იქით? მე მგონი უნდა გადამოწმდეს ეს იცი. ხო, იქით რეფერი იყო 29 წლის. ეს უკანასკნელი იმედის ჯარიმა. ეს უკანასკნელი იმედის ჯარიმაა, კი. კარიერა ცარია. ხო, იქ ანასწრებდა ივან მარკესი ხელის შეშლას თუ დაარტყავდა. ესენი ეხვეწებიან წითელი არ უძენა. დაზინაურდა. 1-0 როტერდამელები იგებენ. დებიუტშივე სწრაფი გოლის გადანა შეძლო ფეინორდმა. რაც პრინციპში იყო კიდეც ალბათ ამოცანა. იქ უტრეხტსაც გაუტანია უკვე. ზოლი მარცხდება სტოპად. ეს რომ ორივე შეხვედრაში სწრაფად გაიხსნა ანგარიში. ესაც იცავდა ამსტერდამის აიაქსის. შვენიერი პასია და აქ შეიძლება ანგარიში 2-0-ის გახდეს, გახდა კიდეც. 3 წუთი დასჭირდა არც კი ფეინორდს იმისთვის რომ ორამდე გაეზარდა თავისი უპირატესობა, ამჯერად სინისტერა ახერა ხდება დეგუებზე რა. ამას უნდა უსმინოთ უბრალოდ. ახერა. ერთ-ერთი ყველაზე მაგარი სტადიონი. კი. კოლუმბიელი გარემარბის გოლი და ანგარიში გახდა 2-0. სინისტერასთვის ეს ბურთი არის მესამე. აი კარგი შედევარი, დარტყმა განსაკუთრებით 2-1. არ ყოფილა ნაიმეგენიც ფლატ ფეხბურთის უცოდინარი, მოდი ასე ვთქვათ და ერთი საფასხო გოლი პირველივე ტაიმში შეაგდეს სტუმრებმა. მაცონი ხო დანიელმა ფეხბურთელმა. კი. იმიტომ მიულოც ასელასაშენემ განსაკუთრებულად თანამემამულეს. ოჩახ ძალიან კარგი დარტყმა იყო. პირველი გოლი არის მაცონისთვის ერედივიზიონში. ეს არის მეორე თამაში, რომელიც მან დაიწყო სასტარტოში. პირველი წააგო ნაიმეგენმა ამსტერდამში აიაქსთან 0-5 და აქ უკვე 0-5 აღარ იქნება, ვინაიდან აი 22 წლის მაგნუს ელკიარ მაცონმა შეძლო ერთი საფასხო გოლის გადანა, კარგად დაარტყა. ეს საინტერესოა, ნაიმეგენმა მოიპოვოს ერთი დასარტყმელი სტანდარტი და ნახოთ შონეს. შონე ხო? უფრო კარგია ეს. მოძრაობა იქ კიდევ როგორ ბოლომდე იბრძოლა, ხო იქ ვეტერანი. ვეტერანი ფორვარდი. და 2-2 აგებ. 2-2. აი ასე მოახერხა ნაიმეგენმა პირველივე ტაიმში ამ ორბურთიანი დეფიციტის აღმოფხვრა. ხოჩახ. ბრავო ნაიმეგენს. 17 წლის არის ნაიმეგენის კაპიტანი. ედგარ ოსვალდო ბარეტო და დახევარი გოლი მისია რა. კი. პარაგვაელი ფეხბურთელი. ხო, ურუგვაისა, ხორვატი რა იყო და პარაგვაელია. ხო, რამდენი წელი თამაშობდა ეს იტალიაში. აბა. მოყოლებული 2007-8 წლის. აქ თამაშგარეზე შეიძლება გადამოწმდეს. სამწუხაროდ, ხო, სტუმრებისთვის. აი ნახოთ სწორედ. აი ეს არა, ეს მომენტი არა, იქ მანამდე იყო. პირველი პასი. იმიტომ რომ ახლა მაცონზე მეორე ნახევარში რა უნდა ვთქვა, არაფერი ხო იცავდა თავისი კარის უსაფრთხოებას რამდენადაც შეეძლო. უბრალოდ დაიღალა ამითი და გამოცვალე და კარგი 3-2 ნაიმეგენი გავიდა წინ. რა ხდება რა არის ეს? 0-2-დან ნაიმეგენმა შეძლო იმდენი რომ
როტერდამში დეკიუბზე გაიტანა 3 უპასუხო გოლი. ნუ ამბურგში ბილო დაეხმარა. იქ პარალელურად იტალიის ჩემპიონატის მატჩი გვაქვს, სადაც საოცარი კამბექია, მაგრამ ეს არანაკლები ხო? არა, რაზეო, ხო. ალბათ უარესი კიდე, იმიტომ რომ საათ ახერხებს ამას ნაიმეგენი. რატო გვიჩვენებენ საჩი? იმიტომ რომ წინა ეპიზოდში თვლიან მას მიზნები რომ იყო ჯარიმა. მე ვთვლი რომ არა. ცდებიან ისინი. ვერდონკი აი ამ წამს მოედანზე გამოსული ვერდონკი ახერხებს ამ კაცმა უნდა თქვას რა ამბავია ნახეთ. აგარი თამაში 3-2. ერთი სეზონი ყოფილა ვატო არველაძის თანაგუნდელი. ო, ინტერესო. გაწოდება და ეგ არის 3-3. 3-3 და აი ახლა იწყება ნაიმეგენისთვის ყველაზე რთული ამბავი. უსტილი. ეს რა ხდება რა ამბავია. ყველაზე რთული ამბავი იწყება ნაიმეგენისთვის ახლა. თელი 10 წუთია წინ. თელი 10 წუთია წინ. 23 წლის როგორ არ გაუმართლა მეგარეს. გუს პერენტილი. ესეც დებიუტანტი როტერდამული კლუბის რაუნერისგან პასი და სწრაფად გაუშვა წინ. იქ არაფერი კი არა. 4-3 ფეინორდმა მოიგო. აიჭრა ბოლოს მაინც დაცვა. ვერ ითამაშა კარგად ივან მარკესმა. იცი რა ჯარიმის დაფიქსირებას ითხოვენ ხო იქ? სტუმრები რაღაცა ხდებოდა იქ ხო ფალდასი სუფთად გოლი არ გაუტანია ფეინორდს, მაგრამ ვინ იყო დამნაშავე ეს კიდევ საკითხავია. ნებისმიერ შემთხვევაში საოცარი შეხვედრა არის. უსტილის დუბლი. არაფრის მოსმენა არ უნდა მატჩის თავარ არბიტრს. ისა გამოვიდა რომ ამ კაცმა მოიგო ხო? უსტილმა მოიგო ეს თამაში. ეს არის ერთი მომენტი. აი აქ ვის რა უნდა ნაიმეგენის ფეხბურთელთაგან ვის რა უნდა მართლა ვერ ხვდები. თუ ჯარიმაა, ჯარიმა არის აქ. მერე აქ ერთმანეთს ხელი შეუშალეს სტუმრებმა, ოდენტალმა და ივან მარკესმა ეს ჯარიმაში რა თქმა უნდა სუფთა გოლია. ხო, როტერდამელებს არ ეთულებათ და ტყუილა ეკამათებოდნენ სტუმრები მატჩის თავარ არბიტრს, ჯობდა ოდენტალს და ივან მარკეს ერთმანეთში გაერკვიათ ვის უნდა ეთამაშა იმ ბურთზე. მეორე წუთი უკვე მიდის. წესით ეფსაკეთებს ბრაილისენი. რა თქმა უნდა ჯარიმაც იყო, მაგრამ ბურთს ინარჩუნებს. პასაც აკეთებს დესერსი მოტრიალ და გაუგორე. დააკეთე მაგრამ არა, კაში დაარტყა. ეხლა თავმად შეგვიძლია ვთქვა რომ ფეინორდმა მოიგო. 5-3 გახდა ანგარიში. 8 გოლი. ესე იციან ნიდერლანდებში ფეხბურთის თამაში. საოცარი მატჩი. ნახეთ რა. აი ეს მაისუ ეკაჩება მაისურზე, ყველანაირად ცდილობს მის გაჩერებას, მაგრამ არ ჩერდება ლინსენი. რამდენად კარგად მეტყოლებს ეს მასზე, მერე დესერსზე მთლად კარგად არა ის რაც გააკეთა, მაგრამ ნუ გაიტანა და კაი არასამართლებელი. მაგრამ პასი უნდა გაუგორო რა. ხო, რა თქმა უნდა, მაგაზე ორი აზრია, უბრალოდ ეპიზოდის დასაწყისში იმდენად მაგრად ითამაშა და მერე იმდენად უნდოდა რომ თვითონ დაემთავრებინა ეს ყველაფერი, რაც მან მოიმოქმედა. ვერ გამოვიდა. რომელიც იგებდა მატჩს 74 წუთზე ვერდონკის გოლით ნაიმეგენი უგებდა როტერდამის ფეინორდ შეხვედრას დეკიუბზე და მერე გაუშვა 3 გოლი